ჩემი ამოცანა გადავრჩა. მეტი არაფერი არ ხდება რა ჩემ გარეშე მაინც გადაწყვეტენ არანაირი იმედი, ნულოვანი იმედი სახელმწიფოსი, ნულოვანი იმედი იმის რომ მომავალშიც ვიღაცა რაღაც დაეხმარება, რაღაცა პროექტი, რომელსაც ადამიანები გაყვებიან. მათ შორის ოპოზიციის მხრიდან რომ არაფერს, ანუ 70 წელმა აჩვენა ამ ადამიანებს, რომ ხელისუფლება შეიძლება იცვლებოდნენ, მაგრამ მათი ცხოვრება არ უმჯობესდებოდეს. და ეს ეკონომიკური ზრდაც და ასე შემდეგ, ნუ როგორი ცარიელი სიტყვებია, ხო? ანუ რეალურად ეკონომიკა იზრდება, მაგრამ როგორ არ ხდება ამის ასახვა ადამიანებზე და როგორ ხდება სიხარებეში ადამიანებს დატოვება და ჩვენ თუ აი ეს ადამიანებს უთხარით და კიდევ ესაუბრეთ, რომ იცი რა არის, რომ შევცვლით ქართულ ოცნებას აი ეს იგივე დაბრუნდება, რაც იყო 22-მდე ან 2019-მდე. შეიძლება არ წამოყვეს, შენთვის 2023-ში დადგა ესე მკაფიოდ. იქ დადგა შენთვის თვითონ ანამდე. და თავიდანვე ესე იყო რა, ავტორიტარიზმი ჩემთვის ბევრად ადრე დადგა, შეიძლება გითხრას, იმიტომ რომ შენ თუ გაქვს ეს საშუალება, რომ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდე, რაღაცა სიტყვის თავისუფლება გქონდეს რაღაც. ეგ მე მანამდეც არ მქონია და შენ ეხარო და კარგი მე ის მაშინაც არ მქონია და კრიტიკა რა ვთქვათ ლიბერალურ დემოკრატიის, რომ ეს წარმომადგენლობრივი დემოკრატიის მიმართულებით ეგაა სწორედ, რომ აი მან გამოიწვია ადამიანებს გათიშვა, პირდაპირ ჩამოშორება, თითქოს დელეგატები გვეყოლება პარლამენტში, ასე რომელთაც არ წარმოადგენენ ჩვენ ინტერესებს, ნახეთ რომ მილიონერებით არის გადატენილი, ხო, რომ რანაირად შეიძლება წარმოადგენდეს.